ყოველთვის ოცნებობდი საკუთარი ანიმეს შექმნაზე. სამწუხაროდ ხატვასთან და ანიმირებასთან ვერ მეგობრო, მაგრამ შემიძლია საკუთარი ანიმეს შექმნა ამ ორი უნარის გარეშე. ალბათ ფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მე საპირისპიროს ვფიქრობ. სწორედ ამიტომ დღეს გადავწყვიტე გამომეწვია საკუთარი თავი და შემექმნა ანიმე ტრეილერი. ყოველგვარი ხატვის და ანიმირების ცოდნის გარეშე, მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. სადაც იქნება ჩემი სიუჟეტი, ჩემი პერსონაჟები და ჩემი ორიგინალი ანიმაცია. თუ გაინტერესებს როგორ შევძლებ ამის გაკეთებას, უყურე ვიდეოს ბოლომდე, ახლა კი დავიწყოთ. იმისთვის რომ ეს გამოწვევა შესრულებულად ჩაითვალოს, უნდა შევასრულო 3 მთავარი წესი. უნდა გამოვიყენო მხოლოდ უფასო ხელსაწყოები, ყველა ვიდეო მასალა უნდა იყოს შექმნილი ჩემს მიერ და ტრეილერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს იაპონური დუბლირება. როცა ყველაფერი დავალაგე, დავჯექი და დავიწყე ფიქრი, როგორი მინდოდა ყოფილიყო ტრეილერი. და ეს ჩემი გამოწვევა 5 პუნქტად დავყავ. დასაწყისისთვის უნდა განმესაზღვრა, როგორი მინდოდა ყოფილიყო ანიმაციის სტილი და გამეკეთებინა სიუჟეტის მონახაზი. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ტრეილერი სტუდიო გიბლის მსგავსი ანიმაციით გამეკეთებინა. ვინც არ იცით, სტუდიო გიბლის ეკუთვნის ისეთი ცნობილი ნამუშევრები, როგორიცაა მოჩვენებების მიერ გადაცებული ჰოულის მოსიარულე სასახლე, პრინცესა მონონოკე და სხვა. ამ სტუდიის ნახატის სტილი ჩემთვის არის გამორჩეულად მშვიდი და რაღაცნაირად ესთეტიური. ამის შემდეგ დრო იყო სიუჟეტზე მეფიქრა, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ბევრი აზრი მომდიოდა თავში, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე, რომ კრეატიული ყოფილიყავი და სიუჟეტი პატარა გოგონას გარშემო დატრიალებულიყო, რომელიც მშვიდად და უდარდელად ცხოვრობდა, მაგრამ უცებ სხვადასხვა პორტალები გაიხსნა და სხვა სამყაროს მონსტრები დედამიწაზე გადმოვიდნენ. ტიპიური ანიმის სიუჟეტი არის. მეორე ეტაპი სრულყოფილი ანიმის სიუჟეტის და პერსონაჟების შექმნა იყო. აქ კი გადავწყვიტე ხელოვნური ინტელექტი გამომეყენებინა და ChatGPT-ს მივაკითხე. და ხო, თუ გინდა ისწავლო ChatGPT-ს მაღალბანეზე გამოყენება, აუცილებლად უყურე ჩემს წინა ვიდეოს, ლინკი აღწერაში. პირველ რიგში ChatGPT-ს უთხარი, რომ მოგწეულიყო როგორც პროფესიონალი მანგაკა. ამის შემდეგ კი უთხარი შეექმნა ტრეილერის სიუჟეტი ჩემი აღწერის საფუძველზე. და საბოლოოდ მივთითე, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო სტუდია გიბლის სტილში. და სიუჟეტიც მივიღე, სადაც ჩვენი მთავარი პერსონაჟი, რომელსაც ChatGPT-მ არია დაარქვა, ცხოვრობს სამყაროში, სადაც პორტალები გაიხსნა და ახლა დედამიწაზე მახინჯი მონსტრები დადასაობენ. არია თავიდან შეშინებულია და ტირის, მაგრამ საბოლოოდ საკუთარ თავში პოულობს ზალას და ყველა მონსტრს სადითაოდ ანადგურებს. ოხ, შენ გენაცვალე, ვიძიაბაბუა. ცუდი ნამდვილად არა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ტრეილერი უფრო ინტრიგიულად უნდა დამთავრდეს. ამიტომ ცოტა გადავაგეთ. ამის შემდეგ ChatGPT-ს უთხარი შეექმნა არიას დიზაინი. გოგონა მოკლე აჩეჩილი თმით, მწვანე მოსესხამით და მუდმივად ინტერესიანი თვალებით. იგი ატარებს პატარა ჩანთას, სავსეს გამოსადეგი ნივთებით მისი თავგადასავლებით. აღწერის საკითხის შემდეგ რაღაცნაირად კმაყოფილების გრძნობა დამეუქვა, მაგრამ თან მივხვდი, რომ ყველაზე რთული ნაწილი წინ მელოდებოდა, რაც უშუალოდ ანიმაციის შექმნა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი დღითიდღე იხვეწება, ანიმაციების შექმნა ჯერ ისევ რთული პროცესია და არც თუ ისე ბევრი ხელსაწყო მოიძებნება ამის გასაკეთებლად. მაგრამ მე დანებებას არ ვაპირებდი. უყურე ერთ ვიდეოს, მეორეს, მესამეს, წავიკითხე სხვადასხვა სტატიები, მაგრამ არაფერი. თითქმის ყოველთვის რაიმე ფასიანი პროდუქტის შემოტენას ჩალიჩობდა, რომელიც არ მუშაობდა ან არა. მაგრამ ამ ქაოსში მაინც აღმოაჩინე უფასო ხელსაწყო სახელად pika.art. ამ ხელსაწყოს გამოსაყენებლად უნდა შეხვიდე საიტზე pika.art და მარტივი რეგისტრაციის შემდეგ შენ უკვე შეგიძლია სხვადასხვა ვიდეოების შექმნა. შეგიძლია აირჩიო შენთვის სასურველი სტილი, იქნება ეს ანიმაციური თუ რეალისტური, შენთვის სასურველი ვიდეოს გაფართოება, ხმოვანი ეფექტები და ასე შემდეგ. ვიდეოს შექმნა შეგიძლია როგორც ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე, ასევე შეგიძლია გაასაწყო ფოტოები ან შექმნა ვიდეო სხვა ვიდეოს გამოყენებით. რეალურად ეს ზუსტად ის არის, რაც მე მჭირდებოდა. საიტზე რეგისტრაციის შემდეგ მომეცა 250 კრედიტი, რომელიც ყოველთვიურად ნახლდება და რომლის გამოყენებითაც შემეძლებოდა ვიდეოების შექმნა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, პიკას გამოყენებით ერთჯერზე მხოლოდ ერთი სცენის შექმნაა შესაძლებელი. ამიტომ ჩემი სიუჟეტი 11 სცენად დავყავი. პირველი სცენა ბედნიერი არიას ცხოვრების კადრი უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ 4 კადრი პორტალის გახსნის მომენტი, თავარ მოქმედებაზე ლოგიკური გადასვლისთვის. შემდეგ კი 5 ექშენ კადრი, სადაც ჩანს მონსტრები, ბრძოლა, ნგრევა და ასე შემდეგ. ტრეილერი კი ისევ არიას უნდა დაესრულებინა, სადაც მკაცრი, ძლიერი და თავდაჯერებული სახით იტყოდა: მე ვიბრძოლე. ექშენ და პორტალის კადრების შექმნა საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა. საკმარისი იყო დამეწერა რა მინდოდა გამოჩენილიყო კადრში, იმეწერა რომ ყოფილიყო სტუდია გიბლის სტილში და ყველაფერი იდეალურად გამოდიოდა. მაგრამ ის კადრები, რომელშიც არია უნდა გამოჩენილიყო, სრული კატასტროფა იყო. რადგანაც ხელოვნური ინტელექტი არიას სახეს ყოველ კადრში სხვადასხვანაირად აკეთებდა, ვისრად ჯანდაბად უნდა ანიმე, სადაც მთავარი პერსონაჟი ყოველ კადრში სხვადასხვა პიროვნება. რამე უნდა მომიფიქრები, მაგრამ დაღლილმა ვერაფერი მოვიფიქრე და გადავწყვიტე დამეცინა. იმის იმედით, რომ დილით უკეთესად შევძლებდი გამოსავლის პოვნას. მაგრამ სულტყოილად. უბრალოდ ბევრი მოთხოვნის გაგზავნა იმის იმედით, რომ რომელიმე მაინც იქნებოდა პირველი კადრის არიასთან მიახლოებული, არ მუშაობდა.
იმ მომენტში გრძნობდი თითქოს სამყარო მეუბნებოდა, რომ უნდა დავნებებულიყავი, მაგრამ მე დანებებას არ ვაპირებდი. და ბევრი ფიქრის შემდეგ უცებ გამახსენდა ფილმი, სახელად 50 პირველი პაემანი. სადაც გოგოს არასდროს არ ახსოვს ის, რომ ბიჭთან წინა დღეს პაემანი ჰქონდა. მაგრამ ბიჭი ყოველდღე გოგოს თავიდან ეცნობა და თავიდან მართავს გოგონასთან პაემანს. ამ ინსპირაციით გადავწყვიტე, რომ პიკასთვის ყოველი კადრის დაწყების წინ შემეხსენებინა, როგორი უნდა ყოფილიყო დეტალურად არიას სახე. და ამის გასაკეთებლად ChatGPT გამოვიყენე. დავამატე პერსონაჟის აღწერა და ამის შემდეგ ვეუბნებოდი, რომ ეს პერსონაჟი დეტალური აღწერით წარმოედგინა ჩემთვის საჭირო სხვადასხვა კადრებში. და მიუხედავად იმისა, რომ გვერდ-გვერდ შედარებაში განსხვავებები მაინც იგრძნობა, ეს სხვავებები არც თუ ისე შესამჩნევია. და საბოლოოდ ვიტყვი, რომ ამ მეთოდმა გაამართლა. და მეც ტრეილერისთვის სრული ვიდეო მასალა მზად მქონდა. დარჩენილი მხოლოდ იაპონური დუბლირება იყო. ამისთვის გამოვიყენე საიტი 11 Labs. ეს საიტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ქმნის გახმოვანებას. არის უფასო და ცნობილია თავისი მაღალი ხარისხით. ავირჩიე გახმოვანების სექცია და მიუთითე მოდელი 11 Multilingual V2, რაც იაპონურად თარგმნის საშუალებას იძლეოდა. ამის შემდეგ ყოველ ჩემთვის საჭირო ტექსტი Translate-ის გამოყენებით თარგმნე იაპონურად და დავიწყე გახმოვანება. სხვადასხვა მომენტში სხვადასხვა ხმის ტემბრი მჭირდებოდა. უმეტესად ამის მისაღწევად ამ ორ სლაიდერთან თამაში საკმარისი იყო, მაგრამ რამდენიმე ფრაზის ხმის დასასმელად გამხმოვანებლის ხმის მოდელის შეცვლაც დამჭირდა. ქვედა მარცხენა გრაფის გამოყენებით. ამ ყოველფრის შემდეგ კი ჩემი ანიმე ტრეილერის ყველა მასალა მზად მქონდა და დადგა საბოლოო ეტაპი, რაც ვიდეოს დამონტაჟება იყო. ამისთვის გამოვიყენებ ასევე უფასო ვიდეო ედიტორს CapCut, რომლის PC ვერსიაც საკმაოდ მაღალხარისხიანი ედიტორია და თან დაბალი ხარისხის კომპიუტერებზეც საკაიფოდ მიაქვს. CapCut-ში ჩავაგდე ვიდეო და აუდიო მასალა, დავამატე მუსიკა, დავამატე ტექსტები და შედეგი შეგიძლია შენი ჭიაბას. 死の幸せな人生今日に知るまでいつ全てが変わった。私は高います。 მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მიერ შექმნილი ტრეილერი არ არის პროფესიონალური დონის, ფიქრობ მაინც მაგარია. და თუ უფრო სერიოზულად მიუდგები ამ საკითხს და ამაზე მუშაობას უფრო დიდ დროს დაუთმობ და უფრო მეტად ორგანიზებულად გააკეთებ ყველაფერს, ვერად უფრო მაღალი დონის და მაღალი ხარისხის ნამუშევარი გამოგივა. მაგრამ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩელენჯი შესრულებულია და ჩემი ბავშვობის მე ჩემით ახლა ნამდვილად ამაყობს. ხარხის გამოწერა არ დაგავიწყდეს. ნახვამდის.